ის მოგესალმებით ყველას. ესე იგი, გამოვედი აქეთ ოთახში. ეს ყავა რა თქმა უნდა 2 საათია 3 დაიწყო და მე ახლა ავდექი და ყავაც არ დამილევია. და მანდარინი მოვიტანე, ესე იგი ხალხო მანდარინი ბაბუაჩემმა ჩამოიტანა აფხაზეთიდან იქაური მანდარინი და ისე მიყვარს ეს მანდარინი, რომ გავსკდი მანდარინის ჭამით. ანუ ძალიან ბევრ ჭამ გავყვითლდი უკვე კაცი. ესე იგი ახალმა წელმა ისე მალე მოაკაკუნა. თითქოს ხო რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო ქრება და იკარგება ეს სახელმწიფო განწყობა და დღესასწაულის შეგრძნება. მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რაც არ უნდა დრო გავიდეს, რაღაცა ახლის იმედი, ბედნიერების შეგრძნება, კარგი მომავლის იმედი ყოველთვის გაქვს ჩემი აზრით და აი ესეა ზუსტად, რომ აი გუშინ საღამოს დავფიქრდი და ვიფიქრე აი TikTok-ზე როა ტრენდი რა მომიტანა 2024 წელმა, რა მასწავლა 2024 წელმა. ეგეთი ტრენდია TikTok-ზე და ავდექი და ტელეფონში ჩავწერე რა მომიტანა 2024 წელმა. ხო და რაღაცა კარგი და ცუდი ხო ყველა წელს ხდება. ანუ ყოველ წელს ხდება კარგიც და ცუდიც. ეს შტატივი ძალიან მოყანყალებულია და კიდევ დავასწორე. ხო, მაგრამ ჩემი აზრით განსაკუთრებით 2024 წელი იყო გარდამტეხი წელი ჩემთვის. ანუ 2024 წელი ძალიან კარგად გამახსენდება ხოლმე, იმიტომ რომ ამ წელს გავხდი სტუდენტი. სტუდენტობა სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი დიდი ხნის ოცნება არ იყო, მაგრამ იყო ჩემი ძალიან დიდი გულის ტკივილი, იმიტომ რომ იცით რომ ერთ წელს ჩავიჭერი, როცა მე უბრალოდ გავედი საცდელად გამოცდაზე, ჩავიჭერი ერთ წელს და ძალიან იმოქმედა ჩემს მდგომარეობაზე, ძალიან ვინერვიულა, თუმცა ორმაგად გავძლიერდი და მომავალ წელს ჩავაბარე კიდეც. არ იყო ჩემი დიდი ხნის ოცნება, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან მინდოდა. ანუ მე-11 კლასიდან უკვე მინდოდა რა, მე-12 კლასშიც. ცუკი არა, მე-12 კლასიდან უკვე მინდოდა რომ სტუდენტი გამხდარიყავი და სკოლა რო დავამთავრე, იმ წელს ვერ ჩავაბარე, მაგრამ მეორე წელს ჩავაბარე. ხო და დიდი და 4 წელს, ნუ ეხა საფასში რო ხარ ძალიან ჩვეულებრივად უბრალოდ ცხოვრობ, თითქოს ყოველი დღე ერთი და იგივეა, თუმცა სტუდენტი რო გავხდი, ეს იყო 2024 წლის ყველაზე საუკეთესო მოვლენა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ თითქოს ერთი ცხოვრებიდან მეორე ცხოვრებაში გადავედი, ანუ არ ვიყავი მიჩვეული, თან როგორი რაღაცა იცით, ცოტა ცივა აქ რო არ მოგატყუოთ და კანკალით ვლაპარაკო. თან როგორი რაღაცა ხა რას ვამბობდი? ხო, ერთი სული მქონდა სტუდენტი როდის გავხდებოდი, იმიტომ რომ სტუდენტობაზე ვფიქრობდი კარგს ყველაფერს. ზოგადად ჩემ თავთან ფიქრი და საუბარი და ყველა სიტუაციაზე სიღრმისეულად დაკვირვება და გამოსავალის ძიება, აი ეს არის ჩემი ჩვევა, ესე ვთქვათ და კარგიც არის ეს ფიქრი.
მაგრამ რატომღაც არ მახსენდება, რომ სტუდენტობის ცუდ მხარეებზე რომ მეფიქროს. ანუ სტუდენტობა მეგონა, აი, კარგი სტუდენტური წლები, ახალი მეგობრები, იქ გართობა რაღაცა. სტუდენტობაზე ცუდზე არ მიფიქრია, მაგრამ ბევრი ცუდიც აქვს. ბევრი ცუდი ხანდახან ზედმეტად გადავიღლები და თითქოს ფიქრობ, რომ რა ვქნა, დავნებდე თუ ამ ჩემს ბრძოლას აქვს აზრი და რაღაცა შეცვლის ჩემს ცხოვრებაში. აი ამას ხანდახან ვფიქრობ ხოლმე ამაზე, იმიტომ რომ დილაუთენია ადგომა, სამსახურში გაქცევა, მე უნივერსიტეტში გაქცევა, მე სამსახურში გაქცევა, მე სამსახურიდან გვიან სახლში რომ მოხვალ, გვიან რო საჭმელს შეჭამ, გვიან დაიძინებ, ძილი რო არ ყოფნის, მეორე დღეს ისევ დილას ადრე იღვიძებ, ამასთან ერთად უნდა შეათავსო სწავლა, რომ გამოცდები ჩააბარო და მარტო გამოცდების გამო ხო არ სწავლობ, ანუ რაც უფრო კარგად ისწავლი, მით უკეთესი, იმიტომ რომ ამხელა გზაზე ხარ სწავლის გამო წასული. ხო და ეს ყველაფერი ხანდახან გადამღლის ხოლმე და ვფიქრობ ხოლმე, აი რა ვქნა, რა გავაკეთო, იქნებ თავი გავანებო, იქნებ არ ღირს, მაგრამ მე მახსენდება, რომ კარგ მომენტებს დრო სჭირდება. ანუ კი ეხლა ერთ დღეში და ორ დღეში არ შეიცვლება სიტუაცია თუნდაც კარგი სამსახური, თუნდაც უნივერსიტეტის მხრივ ერთ დღეში და ორ დღეში ვერ მივიღებ დიპლომს, ერთ დღეში და ორ დღეში ვერ დავსაქმდები ფსიქოლოგად სადმე, მაგრამ ვიფიქრებ ხოლმე მე, რომ კარგ მომენტებს დრო სჭირდება და ამ შენს ბრძოლას აუცილებლად აქვს აზრი და არანაირად არ ღირს დანებება. იმიტომ რომ თუ შენ გააგრძელებ მიყვები შენს ცხოვრებას, ნელ-ნელა აისრულებ შენს მიზნებს, ოცნებებს და ესე ნელ-ნელა შენი დაუღალავი შრომიდან გამომდინარე ყველაფერი იქნება კარგად. 10-ზე. ანუ რაც ეხლა გაქვთ, როგორი ცხოვრებაც ეხლა გაქვთ, შეიძლება წლების წინ არც გეფიქრათ ესეთ ცხოვრებაზე და შეიძლება სიტყვაზე 10 წლის წინ წარმოუდგენელი გეგონათ, რომ ესე იცხოვრებით რა. მაგრამ თავარია, რომ დაისახო რაღაც მიზნად, იმ მიზნისთვის იბრძოლო, იშრომო, არ დანებდე, გქონდეს რწმენა პირველ რიგში, რწმენა რომ შეძლებ და აუცილებლად მიაღწევ შენს მიზნებს. აი მე რატო გამოვიდი აქეთ ოთახში, არ ვიცი, ბებია წევს, დედიკო და მამიკო იქეთ არიან გადასულები მეზობლებთან, ჩემი ძმა მარტო ოთახში და რატო გამოვიდი აქეთ? გამჭდარიყავი იქ და იქ გადამიღო ვიდეო. ხო, ეხლა რა მინდა გითხრათ, ესე იგი ილში ხო ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ვერც ვასწრებ და დიდად ეხლა პირობებიც არ მაქვს, რომ ძალიან მიყვარს ეს პიცის გამოწყობა, განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში ორწყობილების გამოწყობა, მაგრამ იქ დროის არქონასთან ერთად მაქვს ესე ვთქვათ ტექნიკის არქონაც რა, ანუ კი ეხლა რაღაცები, რაც სიტყვაზე სუპის გაკეთება, მაკარონის მოხარშვა, რაღაცის შეწვა ტაფაზე, ეგეთები შემიძლია, გაზი მაქვს, ტაფა მაქვს, ქვაბი მაქვს, მაგრამ ეხლა გამოწყობა და ისენი ის მე არ მაქვს ელექტროღუმელი, მე არ მაქვს იქ და იმის ყიდვა მინდა, რა ქვია, აეროგრილის. თან ისეთი კარგი საახალწლო ფასდაკლებებია, რომ გადავირიე. რადგანაც იქ ვერ ვასწრებდი, ვერ ვახერხებდი, თან დაღლილი ვიყავი, მეზარებოდა საჭმელების კეთება.
სოფელში რო ჩამოვედი მომენატრა ტიტყნაობა. დედიკოს ვეუბნები, მეთქი მომენატრა ტიტყნაობა თქო და გუშინ მთელი დღე იმას ვეუბნები, რომ ორცხობილები უნდა გავაკეთო თქო. მაგრამ აი მალადეც ბაჩო, აი მალადეც. რანაირად მოვახერხე, რომ ყავა გადავისხი, ვერ გავიგე. თან დედიკომ მაჩუქა შარვალი, რომელიც მომეწონა და პირდაპირ ამ შარვალზე გადავისხი, მაგრამ მე მგონი არ დაეტყობა, შავი შარვალია. ამის ჩაცმა მინდოდა, ხვალ მივდივარ უკვე სამწუხაროდ. ხო და რა ვიცი, ამ შარვალს ჩავიწყნოთ ხო ვიფიქრე, მაგრამ დავსვარე უკვე. ხო და ჯერ კარაქი ღვებოდა, ესე ვთქვათ, ოთახის ტემპერატურის კარაქი მჭირდება იმის ორცხობილების მოსამზადებლად. ჯერ კარაქი ღვებოდა, მერე საღამოს ბავშვები მოვიდნენ, მერე ხმაურში გაკეთებას მერჩივნა, რომ ცოტა რომ დაწვევიან მეთქი ოჯახის წევრები, რომ დაწვევით მერე გავაკეთებ თქო და 12 საათია უკვე დედაჩემი მიდის დასაწვავად და მიჩიჩხინებს. აი იქნება არ გააკეთო ახლა, ცოდვა ხარო, 12 საათიაო დაწექი და იძინეო. ეგერ ტკბილი არისო, ისჭამეო, ისაო, მიჩიჩხინა მოკლედ, რომ არ გამეკეთებია. ხო და ტკბილი კი არ მინდა თქო, გაკეთება მინდა თქო და რო წვებოდა მაშინაც ხო მიჩიჩხინა და ეგერ რო ტკბილი არისო, თუ ვინდა ჭამეო და ხვალ გააკეთებაგიო და მეთქი თვითონ მითხრა მე, თუ შენ გაკეთება გინდაო თვითონო, გაკეთება მოგენატრაო, ხო ეგრეა რა. ეხლა საერთოდ არ მინდა ტკბილი რაღაცა, საერთოდ არ მენატრება ორცხობილა, მაგრამ უბრალოდ მინდა რომ ეს საყვარლობა, საახალწლო ფორმები მივცე რა, ნაზვის ხის, იმის ორცხობილის კაცუნის ფორმა მინდა მივცე და გამოვაცხო ლამაზად, ზოგს მურაბას გაურევ, პავითლოს, ზოგს ვაშლის შიგთავს გაუკეთებ და ესე გამოვაცხობ საყვარლობა ორცხობილებს. მართლაც გუშინ უნდა გამეკეთებია გვიან ღამე, მაგრამ მეთქი ბაჩო ჯობია ეხლა დაიძინო თქო, იმიტომ რომ დაღლილზე ვერ გავაკეთებდი, ისე უკვე გათიშული ვიყავი, მეძინებოდა და დაღლილზე მაინც ვერ გავაკეთებდი ისე გულიანად და ისე გემრიელად, როგორც ეხლა გავაკეთებ რა. ხო და თან რაღაცებს გადავიღებ, რა ვიცი, პატარ-პატარა კადრებს. ისეთი გამშტატივით, რასაც მოვახერხებ, კი გადავიღებ გამოცხობის და გამზადების პროცესს. მოკლედ რა ესე მეგობრებო, საერთოდ არ ვიღებდი ვიდეოებს სოფელში, დავტკბი აქაურობით, კი იყო რომ იქეთ გადასვლა მიწევდა, კი გითხარით რომ ჩვენი ნათესავი დაიღუპა და ყველა ოჯახის წევრები იქეთ ვიყავით ეხლა რა თქმა უნდა და ბებიას არ გავაგებიეთ რა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იყო, ძალიან. აი დედაჩემმა მითხრა რომ არ გეუბნებოდიო, რო არ გენერვიულაო, თბილისში რო ვიყავი, არ გეუბნებოდი როგორი ცუდად იყო, რო არ გენერვიულაო. მაგრამ ეხლა მაჩვენა ვიდეოები და ძალიან ცუდად იყო მართლა, აი მოლანდებები ქონდა და რაღაცა რო არ ასვენებს და მთელი ეს ორგანიზმი უთამაშებდა და ხან ვიღაცას ელაპარაკებოდა, ხან რაღაცა, მოკლედ საშინელება რა, ვინ იცის ვის როგორი სიბერე ელოდება, ძალიან რთულია სიბერე. ხო და ეხლა გამოგეთ და შედარებით უკეთ არის და მაგიტო არ გააგებიეს ეს ამბავი, იმიტომ რომ ძალიან ინერვიულებდა, მერე წნევა, მერე გულის წასვლები იცის, ხო და მერე თან სახლში არ გაჩერდებოდა, იქაც წასვლას მოითხოვდა, იქ უარესად ცუდად გახდებოდა და მაგიტო არ გააგებიეს და აი ესე მთელი ოჯახი წასული რო ვიყავით, მერე მას რა ქვია,
დაკრძალვას დავესწარი და ერთ საათში წამოვედი სახლში. თან ბაბუაც ჩამოსული იყო, რამოდენიმე დღით ჩამოვიდა ბაბუამ და იქ იყო სამძიმარზე მოსული და ბებია მარტოაო იწვა რო წავედით მე და ბაბუა და ბებია მარტოაო და შეიძლება გაეღვიძაო და გადავალ მეო. ხო და ბაბუა რო გადმოვიდა, რა ვიცი, ერთ საათში დაკრძალვის მერე მეც წამოვედი სახლში. ხო და ჭადები დავაწყვე, სულგუნი, სუფრა გავაწყვე, ბებიას, ბაბუას ვაჭამე საჭმელი, გებრიელად ვჭამე მეც და ესე ასე თუ ისე აქაც მომიწია შრომა სოფელში. მაგრამ მაინც დასვენება ერქვა და რაც იყო რა, დავტკბი აქაურობით, სიამოვნებით არ წავიდოდი ცოტა ხანი. თავიდან მართლა ძალიან უცხოდ ვიყავი, ყველაფერი მეუცხოა და ეხლა მოშინაურდი რა თქმა უნდა და ძალიან ისე ვარ უკვე საერთოდ აღარ მახსოვს იქაურობა თბილისი. მაგრამ ხვალ დილას მივდივარ და ხვალ როგორც კი ჩავალ თბილისში, გავიქცევი ეგრევე, ჩანთას დავტოვებ ბინაში და ეგრევე გავდივარ სამსახურში. სამსახურს მოვრჩები 10 საათზე და მერე ვფიქრობდი რა მექნა, იმიტომ რომ რადგანაც ესე მე უნდა წავსულიყავი 30-ში აქედან, მაგრამ სამსახურმა მენეჯერმა მომწერა, რომ ბანემ ერთ დღეს ჩაგანაცვლებენო და ესაო რა ქვია 31-ში იმუშავეო. ხო და მეთქი კი ბატონო, რაზეა პრობლემა, ძალიან დიდი მადლობა თქო და რადგანაც 31-ში მივდივარ და ეგრევე სამსახურში გავდივარ, საჭმლის გაკეთებას ვერაფერს ვერ ვასწრებ. ხო და ეს არა, სამსახურს რომ მოვრჩები, მერე მეგობრებთან მივდივარ სახლში, რაღაცა დავლებთ, ვიქეიფებთ, ერთად შევხვდებით ახალ წელს და მერე დავიშლებით. მაგათმა მომწერა. ხო და მერე ორში ვისვენებ და ორშიც მაქვს გეგმები, ძალიან გამიხარდა. ნინიმ მომწერა, ჩვენთან მოდიო ორშიო. თან ისე დაემთხვა, რომ ორში არის ხუთშაბათი. ხო და სიამოვნებით წავალ, იკას გავიცნობ, ლიადეიდას გავიცნობ, ბონანოს ჩავბურთნი, ბონიზე ვგიშდები. ევა უსაყვარლესი, ევიტუნა. ხო და ესე უცებ შეიცვალა გეგმები და დალაგდა გემრიელად. 31-ში მართლა სამსახურის მერე ვაპირებდი, რომ აი გარეთ შევხვედროდი სამების ტაძარში, მინდოდა, სამების ტაძრის ეზოდან იშლება ულამაზესი ხელი. იქ მინდოდა 12 საათზე ყოფნა და მერე სახლში ასვლა. ხო, ასევე მთაწმინდაზე გასვლასაც ვფიქრობდი, იმიტომ რომ ულამაზესი ხედებია და ახალ წელს ხედი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ რა ვიცი, ეს ფეიერვერკები მე მგონი ძალიან ცოტა იქნება წელს ახალ წელს. იმიტომ რომ აქაც სოფლის მაღაზიაში წინა საახალწლოდ სულ შემოქონდათ ნაირ-ნაირი ფეიერვერკები და წელს ბავშვებს რო ვკითხე, რატო არ აქვს ფეიერვერკები, თქო, არ აქვსო, იმიტომ რომ თბილისში რო პარლამენტის შენობას ესვრიანო, მაგიტო აკრძალესო ფეიერვერკებიო და წარმოიდგინეთ თბილისიდან დასავლეთში, სოფელში მაღაზიამ ვერ შემოიტანა ფეიერვერკები, იმიტომ რომ არის შორობა და რა ვიცი რა იქნება, სადღაც როგორ ვერ იყიდის ეს ხალხი ფეიერვერკს და დალუქეს მთელი ფეიერვერკების მაღაზიები. ძალიან ბევრი აპროტესტებდა იმის გამო, რომ ცხოველებს რო ეშინიათ ფეიერვერკების ძაღლებს, კატებს, რა ვიცი,
ფრინველები იღუპებიან ამ ფეიერვერკების გამო და ძალიან დიდი სტრესია მათთვის ახალი წელი. რა ვიცი, მე ამ ფაქტს ვეთანხმები, რა თქმა უნდა, მაგრამ ახალ წელს ყოველთვის ვისროდით ხოლმე ფეიერვერკს. იმიტომ რომ კი, ახლა საფეთქებლების გარეშეც ჩაივლის ახალი წელი, ხო? ძალიან ჩვეულებრივია 12 საათი რომ მოვა, იმის ნაცვლად რომ გარეთ გასულიყავი და ფეიერვერკი გაგესროლა, სუფრას მიუჯდები და დაილოცები და დალევს ასლს. მაგრამ რაღაცნაირად თავისი ხიბლი აქვს ახალ წელს ფეიერვერკების გასროლას რა. კამერას რატო არ ვუყურებ? იქეთ ფანჯარაში ვუყურებ ბუნების სილამაზეს და თავმტკბები. ხო და ამას კამერა დამჩა უყურადღებოდ. ჩემმა გამომწერმა რომ გამომიგზავნა ამანათი, ჩამოვიდა კი არა და გამოიგზავნა და როგორც იქნა მომივიდა მესიჯი რომ გამოიგზავნა და 4-6 სამუშაო დღეში იქნება თბილისში. და სავარაუდოდ შობას მექნება ჩამოვა ამანათი. თუ არა და ძველი ახალწელს მაინც ჩამოვა და ისე განიცდი და ეს ჩემი გამომწერი საახალწლო რაღაცეები გამოგიგზავნეო და ან ჩამოვა ან არა ახალ წლამდეო, მაგრამ არა უშავსო მომავალ წელს გამოიყენებოდა ისეთი რაღაცეებიც არისო, რასაც ეხაც გამოიყენებოდა, ძალიან ნერვიულობდა და გაუხარდა ეს SMS-ის სკრინი რო ჩაუგდე, რომ გამოიგზავნა და ჩამოვა მალე. იქ ვერასდროს ვერ ვიხსენებ ხოლმე იმ ქვეყნის სახელს, სადაც ეს ჩემი გამომწერი ცხოვრობს, საიდანაც ამანათი გამომიგზავნა. ავსტრია არა და ძალიან რითი ვიხსენებ, ვიცით მაგ ქვეყნის სახელს, რომ ულამაზესი ბუნება აქვს. აი მართლაც ულამაზესი ბუნება აქვს, მე როგორც ვიცი, მაგრამ სახელს ვერასდროს ვერ ვიხსენებ. ძალიან დრო მჭირდება, რომ მაგ ქვეყნის სახელი გავიხსენო. ამანათი საბერძნეთიდან გამოაგზავნა, იმიტომ რომ ამ ჩემმა გამომწერმა საბერძნეთში გაუგზავნა დედამის, თუ არ ვცდები, და საბერძნეთიდან დედამისმა გამომიგზავნა მე. ეს იმიტომ ხნეს ესე, რომ უფრო მალე ჩამოვაო, იფიქრეს. მაგრამ საახალწლო პერიოდში ზოგადად ყოველთვის აგვიანებს ეს უცხოეთიდან გამოგზავნილი ამანათები. იმიტომ რომ ადრე მახსოვს დედაჩემი რო ემიგრანტი იყო, რაღაცა გამოგვიგზავნა ტანსაცმელები და აი რა ვიცი, თვე ნახევარი, 2 თვე დააგვიანა, ხო ვერ ჩამოვიდა საახალწლო პერიოდში, რა ვიცი. უამინდობასაც, თოვლიანობასაც, მართალია არის ზამთარში თოვლი და უამინდობა. მით უმეტეს ხო ავტობუსებით მოაქვთ ეს ამანათები და დრო ჭირდება რა. თან კიდე ძალიან გადატვირთულია ფოსტა ახალი წლის პერიოდში. პირველი წელია, როცა სეკრეტსანტა არ მითამაშია, თუ მეორე არ ვიცი. ძალიან მიყვარს ეს სეკრეტსანტას თამაში და იქეთ ჩემი თანამშრომლები შევაწუხე, რომ მოდი სეკრეტსანტა ვითამაშოთ თქო, მაგრამ სულ ვართ 5 ძნი და 5-ში რანაირად ვითამაშებთ. ძალიან ცოტანი ვართ. იქეთ ჩემი მეგობრები შევაწუხე, უნივერსიტეტში უნდა გვეთამაშა სეკრეტსანტა, მაგრამ არ ვიცი, ჯერ არ დაგვიგეგმავს და აწი რაღაც დავგეგმავთ, არ ვიცი. ხო და ესე დავრჩი წელს სეკრეტსანტას გარეშე. წავედი ახლა, ჩემოგარგებო. ახლა გავალ, არ ვიცი რატო გამოვედი აქეთ და რატო ვიყინავ თავს. მინდოდა ჩემთვის მშვიდად წყნარად დამჯდარიყავი, იქეთაც სიმშვიდეა, მაგრამ მაინც
ჩემ როცა ვიფიქრებდი, რომ ჩემს მას ესმის ჩემი საუბარი, აი გონება გამეფანტებოდა და რაღაცებს ვიბოდიალებდი სისულელეებს, ამიტომ გამოვედი ჩემთვის აი ესე როგორ ვთქვა, ყუდრო ოთახში და ჩავწერე ვიდეო. ხო და ესე ეხა გავალ და დავიწყებ უკვე ცოტა ხანში ორწყობილების მომზადებას. ის ფორმები არა მაქვს საახალწლო ფორმები, მაგრამ ქაღალდი უნდა გამოვჭრა და ქაღალდს დავადებ იმას. ისას და გამოვჭრი ეს თმა ისე საშინლად შემჭრეს, რომ აწი ვაფშე ვეღარ ვნახავთ ქუდის გარეშე. სოფაში მქონდა ეს გრძელი თმის ის არა სიგიჟემდე შეყვარება, აი სულ გრძელი თმა მქონდა და სულ იყო შეჭრის პრობლემა. მაგრამ რავი, ჩემი თმა ძალიან ისეთია გაჩეჩილი, გაპუტული, რომ ვიბანავებდი მეორე დღეს მით უმეტეს ბალიშიდან რომ ავწევდი თავს, ესე ვიყავი გაბურწკნული და ისედაც აი აქ კუთხეში იყო ქვემოთ ესე აპრეხილი თმა და რავი, მე მომწონდა მაგ პერიოდში გრძელი თმა და ეხა საერთოდ არა. აქედან რომ წავედი უნივერსიტეტში, ამაზე გრძელი მექნებოდა თმა, იმიტომ რომ მე მალე არ მეზრდება თმა. ხო და ამ ხელა რომ მქონოდა ორ თვეში ვერ გამეზდებოდა ეგრე უცებ. ხო და თბილისშიც მინდოდა შეჭრა უკვე, იმიტომ რომ AM-ებში იყო ჩაბოსული და ძალიან უკვე ჩემთვის არაკომფორტული იყო უკვე გრძელი თმა. ანუ აღარ მინდოდა გრძელი თმა და ესე თბილისში არ შევიჭერი და შევიჭერი აქ აბაშაში. ხო და აბაშაში ყოველთვის მეზარება თმის შეჭრა. იმიტომ რომ აი თითქოს დაპროგრამებულები არიან და ამის მეტი სხვანაირად შეჭრა არ იციან. აი ესე ჩამოგიწევენ თმას, ასე ჩორკებს გაგიკეთებენ, ასე მრგვალად შეგჭრიან და რაც მინდა მე ამ ხელაკაც ესეთი ჩორკები. აი ეს ჩორკები ხო არ მომწონს, არც ესე იწევა თმა, რომ გვერდით აიპრიხო და არის ასე ძონძურად შეჭრილი. მაგრამ არა უშავს რაც იყო იმას ჯობდა და წამოიზრდება უცებ და ჩადგება ფორმაში. ხო და აი ესე მოკლედ ცოტა დრო დარჩა და მალე შემოგრძანდება ახალი წელი. ახალი წელი არის ჩემთვის ყოველთვის ახლის იმედი, მომავლის რწმენა და რაღაცა ახალი წელი რავი ჩემთვის ასოცირდება ყველაფერთან, კარგთან, ახალთან, კარგი მომავლის ესე ვთქვათ, რომ კარგი მომავალი იქნება 2025 წელი იქნება 24 წელზე უფრო ნაყოფიერი, უფრო კარგი, წარმატებული და აი ყველას გისურვებთ რომ ეგრე ყოფილიყოს რა. 2025 წელი ყოფილიყოს თქვენთვის პირველ რიგში ჯანმრთელობის წელი, ბედნიერების, წინსვლის, წარმატებების, ხვავის, ბარაქის და რაც ყოველივე საუკეთესოს მომტანი წელი ყოფილიყოს 2025 თქვენთვის. მრავალშობა ახალ წელს დაესწარით, ჯანმრთელად, ბედნიერად და რა ვიცი, ოცნებები აღიხდინოთ, ისთვისაც აუცილებლად დაგჭირდებათ რწმენა, შრომა, მიზანდასახულობა და თუ ირწმუნებთ, თუ არ დანებდებით, გამოგივათ ის, რაზეც ოცნებობთ და რისი მიღწევაც გინდათ. ასე რომ წარმატებები ყველას, ბედნიერ შობა ახალ წელს დაესწარით.